შევიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ არავითარი კორუფცია, ანუ ამ მთავრობის მოქმედების მთავარი ეთიკური ხაზი არცად არ გამქრალა. 2026 წელი რო ავიღოთ, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ფაქტების მთელი სია. დაწყებული უეცარი გამდიდრებებით, გაგრძელებული კანონის მორგებით, საპრივატიზაციო წესების მორგებით და დამთავრებული რამოდენიმე ათეული მილიონი საჩუქრები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებზე, აბსოლუტურად ყველა ფორმა და სახეობა კორუფციისა ისევ ყველა დონეზე არსებობს და განსაკუთრებით საგანგაშო და თვალშისაცემი არის ეს ზედა და საშუალო რგოლებში. ლაპარაკი არის, რა ვიცი, 70 დეპუტატზე, ლაპარაკი არის 50-მდე მთავრობის წარმომადგენელზე, ადამიანებზე, რომლებიც მთავრობის წევრებად ითვლებიან, უმაღლესი რგოლის ჩინოვნიკებზე. ლაპარაკი არის ყველაფერზე, დაწყებული უეცარი საჩუქრებისგან ოჯახის წევრებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გაგრძელებული კლასიკური კორუფციული ფაქტებით, როგორც არის ტენდერებში გამარჯვება, უკონკურენტოდ და ასე შემდეგ. ეს ასახავს მარტივ რამეს იმ წელს მხოლოდ, რომელ წელსაც მთელი წელია იქვეხნის ირაკლი გობახიძე, რომ მან დაამარცხა კორუფცია და თვითონ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს გაატანა წყალივით ეს ყველაფერი. არის აბსოლუტური ტყუილი და ჩვენი მოსახლეობის კიდევ ერთხელ სიცრუეში შეცდომაში შეყვანა. საქართველოში ქართული ოცნება სანამ იქნება, კორუფცია იქნება ცხოვრების წესი და ფორმა მთავრობისა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის. თქვენ ხარჯზე გამდიდრდება მთავრობა, მანამ სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ამიტომ ამის ილუზია, როგორც აქამდე ვამბობდით, არავის არ უნდა გქონდეს, ეხლა ფაქტებით დასტურდება, რომ ეს ილუზია არავის არ უნდა გქონდეს, რომ კორუფცია დამარცხდა.